წილადების გამრავლება. Გამომრავლოთ ერთმანეთზე 2მე15 და 3მე8. წილადი რომ წილადზე გავამრავლოთ, ამისთვის მრიცხველი უნდა გავამრავლოთ მრიცხველზე, მიღებული შედეგი დავწეროთ წილადის მრიცხველში. 2 გავამრავლოთ 3-ზე არის 6, 6 დავწერთ წილადის მრიცხველში. მნიშვნელი გავამრავლოთ მნიშვნელზე და მიღებული შედეგი დავწეროთ წილადის მნიშვნელად. 15 გამრავლებული 8-ზე ეს არის 120. და ჩვენ შეგვიძლია საბოლოოდ მიღებული წილადი შევკვეცოთ, ანუ მრიცხველიც და მნიშვნელიც გავყოთ ერთსა და იმავე რიცხვზე. ანუ 6-ზე. 6 გავყოთ 6-ზე, 120 გავყოთ 6-ზე. ეს იქნება 1/20. ჩვენ შეგვიძლია შეკვეცა შევასრულოთ არა მხოლოდ საბოლოოდ გამრავლების შედეგად მიღებულ რიცხვზე, არამედ მანამ სანამ გამრავლების პროცესს დავიწყებთ. ანუ დასაწყისშივე შეგვიძლია 2 ან მრიცხველი შევკვეცოთ წილადის მნიშვნელთან, ანუ 8-თან. 2 და 8 იყოფა 2-ზე. ამიტომ 2-ს თუ გავყოფთ 2-ზე, იქნება 1, 8-ს თუ გავყოფთ 2-ზე, იქნება 4. ასევე შეგვიძლია 3 შევკვეცოთ 15-თან, 3-ზე. 3 გავყოთ 3-ზე, იქნება 1, 15 გაყოფილი 3-ზე, იქნება 5. ანუ საბოლოოდ დაგვრჩებოდა 1/5 გამრავლებული 1/4-ზე. ანუ რაც იგივეა 1/20. ანუ ჩვენ უფრო პატარა რიცხვებზე მოქმედებით, მივიღეთ იგივე შედეგი, რაც წინა შემთხვევაში. გავაკეთოთ კიდევ ერთი მაგალითი და გავამრავლოთ ერთმანეთზე. 3მე17 და 4მე9. აქაც შეგვიძლია ჩვენ იგივე მეთოდით სანამ გამრავლებას დავიწყებთ, მანამდე წილადის მრიცხველი და მნიშვნელები შევკვეცოთ. 3 შევკვეცოთ 9-თან, იქ იქნება 3, დაგვრჩება 1, ანუ 1 გამრავლდება 4-ზე და 17 გამრავლდება 3-ზე. ეს არის 4/51.